მე მგონი უკვე ყველასთვის ცხადია, რომ დედაქალაქის მთავარი პრობლემა არის უპასუხისმგებლო და უცოდინარი მერი კალაძე. სხვა პრობლემა დღეს თბილის თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ აქვს. იმიტომ რომ თბილისს აქვს საკმაოდ საკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა, უკვე 2 მილიარდ 700 მილიონია თბილისის ბიუჯეტი. თბილისის მერიაში არსებობს საკმარისი ცოდნა, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში თბილისის მერის მხრიდან ის პრობლემები მნიშვნელოვანწილად იქნებოდა შემსუბუქებული, რაც დედაქალაქში არის, მაგრამ რაც ამ ყველაფერს ხელს უშლის, ეს არის კიდევ ერთხელ გავუმეორებ, უპასუხისმგებლო და უცოდინარი თბილისის მერი, რომელიც ყველაფრით არის დაკავებული გარდა თბილისის პრობლემის მოგვარებისა და მარტივ მაგალითზე, დიახ, დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც მაგალითად სანიაღვრეებზე საუბრობთ, რა ჯერ თითქმის 4 მილიონ 500.000 ლარი იხარჯება სანიაღვრეების ყოველწლიურ მიმდინარე მოვლაპატრონობაზე, ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება ახალი სანიაღვრეების მოწყობაზე. გვინახავს ვიდეო კადრები, რომ წყალი ცალკე მიდის და სანიაღვრეში უბრალოდ არ მიედინება ის წყალი, იმდენად არაპროფესიონალურად, უცოდინრად არის ხშირ შემთხვევაში სანიაღვრეები მოწყობილი, ან უბრალოდ ის დიახაც გაუწმენდავია. ყველაზე მარტივია ალბათ ფული მოიპარო მსგავსი ტიპის სამუშაოში. მაგალითად ამტკიცო, რომ 157 კილომეტრი სანიაღვრე გაწმინდე 2025 წელს და ვინ შეგიმოწმებს, თუ მიმდინარე პერიოდში არ მიმდინარეობს შემოწმება, რეჟიმის შეცვლის შემდგომ თუნდაც ერთი თვის მერე მოხდეს, ან 1 წლის მერე, ან 2 წლის მერე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ვინმე აღმოუჩინოს ახლა 2025 წელს ის სანიაღვრეები გაწმინდა თუ არა. მარტივია, რომ ამაში ფული მოიპარო და როგორც ჩანს, დიახ, ამაში იპარება ფული, რომ სანიაღვრეები არის მოუწესრიგებელი, შემდგომ გაუცებული იძახის ხოლმე, რომ აი ხის ტოტებმა ჩახერგა სანიაღვრე, ნაგავმა წინა მორიგი წყალდიდობისას, როდესაც პასუხისმგებლობისგან გაქცევა უნდა და პირდაპირ ეთერში თქვა, რომ საიდან მოვიდა ამდენი ნაგავი, არ ვიცი, ნაგევმა გაჭირდა სანიაღრო. დიახ, თუ ნაგავს არ გაიტან, თუ ხმელი ტოტების და ფოთლებისგან არ გაწმენ ხეებს და ხეების ფორმირებას არ ახორციელებ, რაზეც ასევე მილიონობით ლარია გაწერილი და თუ არაწვიმიან პერიოდში ამ ხის ტოტებს არ მოხსნი და ჩამოხსნი ხიდან და არ გაასუფთავებ, თუ ნაგავს არ გაიტან, თუ ტალახს არ ამოწმენთ წვიმის შემდეგ და მსგავსი ტიპის სამეურნეო საქმიანობას მუდმივად რუტინულად არ ეწევი, რა თქმა უნდა, ყველა ასეთი საშუალო რაოდენობის ნალექიც კი ცადა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დამძიმება სიტუაციის და პოსტფაქტუმ გითხრა, რომ საშინელი რაოდენობის ნალექი მოვიდა. რატო წინასწარ არ გაგვაფრთხილეს, რომ საშინელი რაოდენობის ნალექი მოვიდოდა? ხო ამის პროგნოზირებაც ხდება მეტნაკლებად, რომ როგორი ტიპის წვიმა შეიძლება წინასწარ წინა წვიმის დროს, როდესაც რამდენიმე კვირის წინ იყო კიდე ძლიერი წვიმა, მაშინ წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ ძლიერი წვიმა იქნებოდა, ზუსტად იგივე სურათი იყო. ანუ არ შეიცვალა ამით არაფერი. ამიტომ რეალურად წინასწარ გაფრთხილება შეიძლება მერიისთვის უფრო ცუდი იყოს. ხო, უფრო მეტად აშიშლებდეს მათ უნარობას და არაკომპეტენტურობას. კი, ირაკლი, აი ტექნიკურად რო ავიღოთ, კალაძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ის, რომ სანიაღვრე სისტემები არ მუშაობს, კარგად ეს არის წინა ხელისუფლებების ბრალი და მაშინ იყო ცუდად გაკეთებული, მაგრამ მე რამდენადაც მესმის და თუ რამე შევცდები შემისწორებ, როდესაც იცვლება ელემენტარულად ასფალტის საფარი გზაზე. ეს ხო არ არის მარტო რომ ახალი ასფალტი გადააგო. იქ იცვლება მთელი საკომუნიკაციო სისტემა, რაც მის ქვეშ მდებარეობს, მათ შორის სანიაღვრე სისტემებიც, ხო? და ბუნებრივია ხა თბილისში ჩვენ რას უყურებთ, თავარ მაგისტრალებს ყოველ შემთხვევაში ეს არის ახალი რეაბილიტაცია ჩატარებული ქუჩები და გზები, სადაც ბუნებრივია, რომ სანიაღვრე სისტემებიც ახალი გამოცვლილია და იქ ასე ვთქვათ ყოფილი ხელისუფლების მიმართ ან თუნდაც საბჭოთა კავშირის კინას გაიშვირა ხელი კალაძემ, იქ უკვე აღარა გაქვს საქმე და იქ ვეღარ გადააბრალებ ვერავის, იმიტომ რომ ეს შენი გაკეთებულია. ხო არ აშლება რამე? არა, მოდი არ შევედაოთ ამ შემთხვევაში უპასუხისმგებლო და უვიც კალაძეს და ვთქვათ, რომ ჩვენ ვიყავით, მე ვიყავი ადმინისტრაციის ნაწილი, რასაც ის წინა ხელისუფლებას ეძახის თბილისის მუნიციპალიტეტში, ვიყავით ცუდები. მაგრამ 12 წელია უკვე გადაიბარეს თბილისის მერიის მმართველობა და აქედან 9 წელია ის საკრალური 9 წელი ხშირად რო უყვართ ხსენება წინა ხელისუფლებასთან მიმართებით, სწორედ 9 წელია უკვე თბილისის მერია პერსონალურად კახი კალაძე. აბსოლუტურად სწორად შენიშნეთ, რომ წყლით იტბორება მათ შორის ის ახლად რეაბილიტირებული, თითქოს კაპიტალურად რეაბილიტირებული გამზირებიც კი არა მხოლოდ ის ქუჩები, სადაც მხოლოდ ასფალტი გადააგეს, არამედ აი კურამიშვილის გამზირი იქნება თუ არ ვიცი, ჭავჭავაძის გამზირი და წერეთლის გამზირი და ასე შემდეგ. ანუ არანაირი გამართლება
უკვე თეორიულად და აი ვეთანხმები არანაირი არგუმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ წინა ხელისუფლებამ რამე კარგი გააკეთა სანიაღვრე ქსელების მოწესრიგების მიმართ არ მომყავს. აი ვეთანხმები მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლის გასაგონად იქნება თუ ოპოზიციური ამომრჩევლის გასაგონად ვამბობ რომ ხო ჩვენ არაფერი გავაკეთეთ სანიაღვრე ქსელების მოსაწესრიგებლად, მაგრამ 12 წელი არ არის საკმარისი რომ მინიმალურ დონეზე მაინც მოაწესრიგო, 9 წელი პერსონალურად კალაძისთვის არ არის საკმარისი, ის დახარჯული ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც კონკრეტული გამზირების რეაბილიტაციისთვის იქნა დახარჯული და იქნა სინამდვილეში გაფლანგული. არ იყო საკმარისი რომ კონკრეტული ადგილები აღარ გვეთმორებოდეს, მაგრამ მივდივართ ისევ კიდევ ვიმეორებ, რაც პირველ ნაწილში ვსაუბრეთ, ძალიან ბანალურ და მარტივ ამოხსნამდე ამ პრობლემის, რომ სინამდვილეში ფული იხარჯება მათი გადასახედიდან ისეთ ფარულ სამუშაოებზე, რომლის შემდგომ აღმოჩენა ვერ მოხდება, გაწმინდეს თუ არა, ხმელი ტოტები მოჭრეს თუ არა, ნაგავი გაიტანეს თუ არა. სინამდვილეში ეხა ქაღალდები რო ამოალაგონ და მათი აუდიტი რო ჩატარდეს, აღმოჩნდება, რომ ამ ყველაფერს იდეალურად აკეთებს თბილისის მერია, ამაში ყველაფერში გაწერილი არის მილიონობით ლარი, დახარჯული არის, ვიღაცას ათვისებული აქვს, ვიღაცას სახში აქვს წაღებული, მაგრამ რეალურად ეს სამუშაოები რომ ჩვენ მიმდინარე პერიოდში გადავამოწმოთ, აღმოჩნდება, რომ არც სანიაღვრები იწმინდება, არც ზეხმელი ტოტების თუ თავადხეების მოჭრა ხდება და გათავისუფლება ამ თვალსაზრისით ნარჩენებისგან ქალაქის, არც ნაგვის გატანა ხდება სრულყოფილად და იმ რეჟიმით, რა რეჟიმითაც კიდევ მე ფულის ათვისებას ალბათ გვიჩვენებენ და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი კრებსითად ქმნის იმ პრობლემას, რომ არის მინიმალურად მაინც ის სანიაღვრე ქსელები, მათ შორის კალაძის პერიოდში გაკეთებული, მაგრამ მათი ნორმალური ექსპლუატაცია ვერ ხდება და ქალაქი და საზოგადოება ვერ ღებულობს იმ სარგებლობას, რასაც უნდა იღებდეს ამ ასეულობით მილიონი ლარის დახარჯვის შემდგომ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ ქალაქის მართვა არის ავტომატურ რეჟიმზეც ვერ იტყვიან, საერთოდ უმართავია ეს ქალაქი. ერთადერთი, რასაც ისინი მართავენ, არის როგორ მოიპარონ ფული. როგორ გააკეთონ ფული. სხვა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით აი ამ სამეურნეო ყოველდღიური რუტინული საკითხების მიმართულებით არის სრული უკონტროლობა, არის სრული უვიცობა და რასაც არის სრული უპასუხისმგებლობა. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ახლად რეაბილიტირებულ გზაზე თუ ძველად რეაბილიტირებულ გზაზე თუ სანიაღვრე სადაც არის თუ სანიაღვრე სადაც არ არის, სამწუხაროდ ერთნაირად იტბორება თბილისი, ერთნაირად ზიანდება ადამიანების ქონება და ერთნაირად არავინ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელსაც იღებს ქალაქი. ირაკლი, მე აუცილებლად მინდა გკითხოთ რიყის დოქებთან დაკავშირებითაც, რომელიც დაანგრევაც უკვე დღეს რომ გამოვიარე, უკვე ხმამესმოდა ძიმე ტექნიკის პრაქტიკულად დაწყებულია. მართალია შემოღობეს მთლიანად, ანუ ღობით არის შემოფარგლული, მაგრამ უკვე ისმის რომ დაანგრევა დაწყებულია და დეკემბრის ბოლომდე თუ არ ვცდები ვადა აქვთ რომ მეშენებები დაანგრიო. კალაძემ თქვა ასეთი რამე კომენტარისას, რომ არც უნახავს პროექტი, რის აშენებას აპირებს იქ ის თურქი ბიზნესმენი ვისიც არის. თქვენ როგორც მერიაში მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, როგორ წარმოგიდგენიათ, ანუ დასაშვებია თუ არა, რომ ინვესტორმა გადაიხადოს ათეულობით მილიონი ევრო თუ დოლარი მიწაში, შეისყიდოს ეს მიწა ისე, რომ არც იცოდეს რისი აშენების უფლება აქვს საერთოდ ამ მიწაზე. კი, და შევაბრუნებდი ასევე თქვენ შეკითხვას, ყავდეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე თბილისის მერი, ყავდეს ასეთივე შეგრძნების მქონე ეგრეთ წოდებული პრემიერი და იძლეოდნენ მსგავსი უნიკალური ნაგებობის დემონტაჟის ნებართვას, ისე რომ არ იცოდნენ შემდგომ რას აპირებს იქ ინვესტორი, რას განახორციელონ. რა თქმა უნდა, აბსურდი იქნებოდა და მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ და მუდმივად ვსაუბრობთ მათ უპასუხისმგებლობაზეც, უვიცობაზეც სახელმწიფო მართვის მიმართულებით, მათ შორის მსგავსი გადაწყვეტილების მიმართულების და მენეჯმენტის მიმართულებით, მიუხედავად ამისა, მაინც დაუჯერებელია, რომ მათ არ იციან, რას აპირებს ინვესტორი განახორციელოს. იმიტომ რომ მე ერთხელ თქვენ ეთერშიც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რიყის დოქების განკარგვის საკითხი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კორუფციული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო ქონების განკარგვას. სხვა ბევრად უფრო მასშტაბური კორუფციული თემები გვინახავს სახელმწიფო ლიცენზიებში, ნებართვებში თუ ამის მიღმა, მაგრამ რაც შეეხება უძრავი ქონების და სახელმწიფო ქონების განკარგვას, პრივატიზებას, მსგავსი მსხვილმასშტაბიანი კორუფციული შემთხვევა და გაფლანგვა სახელმწიფო ქონების უბრალოდ არ არსებობს. ძალიან მოკლედ ავხსნი, იმედი ამის დრო მაქვს. ხელისუფლებამ თავდაპირველად აუქციონი, როგორც ჩანს, ჩემი აზრით, მიზანმიმართულად ჩაატარა მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი შეზღუდვებით, რომ კონკურენცია შეზღუდულიყო და ფაქტობრივად არ ყოფილიყო კონკურენცია, რომ ეს შენობა-ნაგებობა უნდა შენარჩუნებულიყო და ის კულტურული დანიშნულება, რაც ამ შენობას ჰქონდა სამუზეუმო და საგამოფენო სივრცეების მოწყობის, უნდა შენარჩუნებულიყო. Რა თქმა უნდა, ამ პირობით არავინ 100 მილიონი ლარის გადამხდელი არ იქნებოდა, იმიტომ რომ ასეთ ბიზნესში 100 მილიონი ლარი რო ჩადო, შეიძლება ერთი საუკუნე ვერ ამოიღო, ეს ახლა უკან და ბუნებრივია, რომ კონკურენცია არ არსებობდა. ამის გათვალისწინებით, ამ შეზღუდვების გათვალისწინებით 100 მილიონიანი ქონება თავიანთივე შეფასებით, მე არ ვაფასებ ამ ქონებას, კობახიძეების და კალაძეების შეფასებით 100 მილიონიანი ქონება გაყიდეს მხოლოდ და მხოლოდ 10 მილიონ ლარად და მას შემდეგ რაც ეს ქონება აღმოჩნდა მათთვის ასურველი ადამიანების ხელში, ეს შეზღუდვები მოხსნეს და ის რამაც ფასის კლება, გამეათედება გამოიწვია, თორემ მე უფრო მეტადაც შემცირება ჩემი აზრით, ეს შეზღუდვა გააუქმეს და დღეს ინვესტორს ეუბნებიან, რომ რაც გინდა მან ააშენე, ისე რომ მას არ დააკისრეს ვალდებულება, თუნდაც საწყისი სააქციონო ფასამდეც კი შეეოსო საპრივატიზებო ღირებულება. ანუ სულ მინიმუმ დამატებით 80 მილიონი ლარი უნდა მოეთხოვათ დღევანდელი ინვესტორისთვის, რომ ბიუჯეტში გადაეხადა იმ შეზღუდვის მოხსნის სანაცვლოდ, რა შეზღუდვაზე საუბრობთ. როდესაც 80 მილიონი ლარის გაფლანგვაზე საუბრობთ, ვისჯერა, რომ 80 მილიონი ლარის გაფლანგვას რაც ამ პირდაპირ ამ შენობის დემონტაჟთან არის კავშირი, რასაც ხელი კობახიძემ მოაწერა, ისე მოაწერეს ხელი, რომ არ იციან რას ააშენებენ. რა თქმა უნდა, იციან, მაგრამ ეს არის ამ საკითხის კორუფციულ და გაფლანგვის საკითხთან ერთად მეორე უმნიშვნელოვანესი შავი და ბნელი მხარე, რომელსაც შესაძლებელია მათი მხარდამჭერებიც კი დაუპირისპირდნენ, იმიტომ რომ ერთია ის რიყის დოქები, რომელიც ნამდვილად იწვევდა ასთა სხვადასხვაობას ადამიანებში, მაგრამ თავისი ფუნქციური დანიშნულებით ის მართლა იქ ვერ მოეწყობოდა ვერც სასტუმრო და სხვა ტიპის სასტუმრო ბიზნესის, მართლა საგამოფენო, საკონცერტო დარბაზისთვის იყო განკუთვნილი და ეს ფუნქციური თვალსაზრისით ნამდვილად არ იწვევდა ასთა სხვადასხვაობას საზოგადოებაში, მაგრამ კორპუსის ტიპის მსგავსი შენობის იქ ჩადგმა, რომლის მოცულობაზე ჯერ წარმოდგენა არ გვაქვს და იქ შემდგომ სასტუმროს, კაზინოების და რესტორნების გახსნა და ფაქტობრივად რიყის პარკის დაბრუნება 90-იანი წლების ფუნქციაში და განვითარებაში დარწმუნებული ვარ, რომ მიუღებელი იქნება მათი ამომრჩევლისთვისაც კი. ამიტომ დღეს მათ უნდათ, რომ აი ესე ნაწილ-ნაწილ, პორცია-პორცია შემოგვაპარონ. ჯერ შემოგვაპარეს და ყოველ შემთხვევაში ცდილობენ, რომ დამალონ რა ყველა ტიპის გაფლანგვას ჰქონდა ადგილი და კიდე გიმეორებ, სულ მინიმუმ 80 მილიონი ლარია მათივე დათვლით გაფლანგული ამ ქონების გასხვისებისას. ეხლა შემდეგი ნაბიჯი შემოგვაპარეს მხოლოდ და მხოლოდ დემონტაჟი, რომ საზოგადოებამ რაღაცნაირად ჩაყლაპოს ეს და ეს დემონტაჟის ისეთია მეტნაკლებად ზოგი ვისაც არ მოწონდა შეიძლება ხარსაც უჭერდეს და შედარებით რბილად გადასატან ალბათ და გადასაგორებელ გადაწყვეტილებად მიაჩნია და შემდგომ უნდათ რომ შემოგვაპარონ, რომ აი რიყის დოქები კი დავანგრიეთ, რომელიც უნიკალური მართლა არქიტექტურა იყო და სოფლიოში ცნობილი არქიტექტორი, ზომეტანაც ველურობის მასშტაბი წარმოიდგინეთ კანონებს და ყველაფერს თავი დავანებოთ, რომ ანგრევენ შენობას, რომლის არქიტექტორიც ცოცხალია, რომლის არქიტექტორიც სოფლიოში გამოჩენილი პროფესიონალია და რომლის ალბათ ასე კითხებიან და რომლის აზრით საქართველოს სამწუხაროდ იმდენად ასე ვთქვათ დამახინჯდა ამ ყველაფერს გათვალისწინებით. ქონდა ინტერვიუ მასენო ფუქსასთან და მათქვა რომ ეს პირველ შემთხვევაში როდესაც ჩემს აშენებულს ანგრევენ. ხო, წარმოგიდგენიათ, მართლა როგორ ველურობასთან გვაქვს საქმე და ამ ყველაფერზე მიდიან კიდევ ერთხელ გიმეორებთ, იმიტომ რომ ამ ეტაპზე დარწმუნებულები არიან, რომ საზოგადოება მაინც რაღაცნაირად რბილად მიიღებს ამის დემონტაჟს და შემდგომ უკვე ერთი არის შენ ვიზუალურად მოგწონს, არ მოგწონს ეს შენობა ნაგებობა, ეს მართლაც გემოვნების საკითხია, შეიძლება რაღაცა მოგწონდეს, შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ის რომ ეს შენობა არის ბოლო რაც აშენდა იმის მერე რაღაცა რიყის სავიზიტო ბარათად იქცა ეს შენობა, ხო? მიუხედავად იმისა, შენ რა დამოკიდებული ვარ და ასე ხელაღებით ახლა მოდი ამას მე დავანგრევ და აქ სასტუმროს ავაშენებ. რაც თავარია ზალიკო. ასე ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, როდესაც მნიშვნელოვან დედაქალაქის ისტორიულ ცენტრს ეხება, ეს ხო არ არის რაღაც გარეუბანი, სადაც შეგიძლია რაღაც ხელაღებით გააკეთო. ზალიკო, ეს არა თუ არ არის გარეუბანი. საქართველოში ეს არის ყველაზე საუკეთესო საინვესტიციო ადგილი უძრავი ქონების განვითარებისთვის. თუ ჩვენ ხელისუფლებას დავეთანხმებით და ვიტყვით, რომ კი ბატონო, აქ უნდა დაინგრეს რიყის დოქები და აშენდეს სასტუმრო, მაშინ ის არის საუკეთესო საინვესტიციო ადგილი მთელ საქართველოში. ამაზე უკეთესი ადგილი, რომ სადმე სასტუმრო აშენო, მთელ საქართველოში არ არსებობს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი გემოვნებაზე რა ქვია ვსაუბრობთ, აბსოლუტურად გეთანხმები, ბევრს არ მოწონს, პროფესიული აზრებიც არსებობს, ლოგიკაც შეიძლება დაინახო, არგუმენტებით შეიძლება იყოს იკითხარეს, მაგრამ იმ ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს არ მგონია
რომ ვინმე თვალი გაუსწოროს და ვინმე შეეგუოს, თუნდაც ის იყოს ქართული ოცნების ხარდაჭერი, ან თუნდაც ის იყოს ის ადამიანი, ვისაც კატეგორიულად არ მოწონდა ეს შენობა. თუნდაც არ მოგწონდეს ეს შენობა, დაუშვებელია, რომ 100 მილიონიანი ქონება 10 მილიონ ლარად გავკარგოთ და 80-90 მილიონი ლარი დავაკარგინოთ სახელმწიფოს და რა თქმა უნდა ქონება არ მოგწონს არ ნიშნავს რომ ეს უნდა ვაჩვქოთ ვიღაცას და დაითრიოს ბჭყალებში ვიტყოდი ვიღაცამ ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა და მეორე არ მოგწონს ეს შენობა არ ნიშნავს რომ მივიღოთ ამაზე უარესი და ჩვენ უკვე დარწმუნებულები შეგვიძლია ვიყოთ რომ სამწუხაროდ მივიღებთ ამაზე უარესს, იმიტომ რომ მათი არქიტექტურული გემოვნება, რომელიც ძირითადი გამსაზღვრელი, მათი მამა პატრონი ივანიშვილია, უკვე ვიცით, ცეკავშირის შენობის ადგილას აშენებული აბსოლუტურად მასშტაბის დარღვევითაც და გემოვნების და მართლა მე არ მინახავს ადამიანი, ვისაც ეს სასტუმრო მოწონს, მათ შორის განადგურებული ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი თაბორის მთაზე, როდესაც თავისი შუშის კუბიკები ჩადგა იქაც. ეს არის მათი გემოვნება. შესაძლებელია კიდე ამაზე უარესიც კი მივიღოთ რიყეზე. ამიტომ ეს ორი ფაქტორი, როდესაც საუბრობთ რიყეზე, კი ბატონო, ბევრი ვიკამათოთ არსებული. მოგწონს თუ არა, ბევრი ვიკამათოთ თავის დროზე, სწორი იყო თუ არა ამის გაკეთება, ან საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, წინასწარ ჩვენება, წინასწარ დარწმუნება, უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა მათ შორის ამ შენობის თავის დროზე განვითარებასთან მიმართებით, მაგრამ არაფერ კავშირში ის დღეს მისაღებ აი ამ ორ ძალიან მავნებლურ გადაწყვეტილებასთან, უბრალოდ ერთი უკვე მიღებულია, რომ ფაქტობრივად გაიფლანგა კიდევ იმეორებ და სახელმწიფომ დაკარგა 80-90 მილიონი, ამას უკავშირდება თუ არა ქთამისაღება და ატკატების აღება, ჩვენ რა თქმა უნდა დარწმუნებული ვართ, ასე იქნებოდა, მაგრამ ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს და ჩატარდება და მათ შორის თუ ბიზნესმენსაც მოუწევს შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ხო არ მიიტანა ვინმესთან ჩემოდნებით ატკატები, როგორც არაერთი მაგალითი თავადვე ამხილეს თავის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებით და მეორე რა აშენდება აქ, რომელზედაც ასევე დარწმუნებული ვარ და ვისაუბრეთ, უკვე იციან, მაგრამ ჯერჯერობით საზოგადოებას უმალავენ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე გადმოვა ამ შენობის დემონტაჟზე მიღებულ გადაწყვეტილებაზეც და შესაძლებელია ხელიც კი შეეშალოთ დემონტაჟთან მიმართებით. ამიტომ აი ესე მშვიდად და ნელ-ნელა როგორც ყველაფერთან მიმართებით გვაგუებენ, ხო? დღეს ვახოსანაიას დაკავების არ იწყოს, ხო? დაიწყეს იმით, რომ ქუჩაში გვცემდნენ და გვაგინებდნენ, ამითი ვერ გაგვაჩუმეს, მერე გზაზე დგომა აგვიგზავნეს, მერე ტროტუარზე დგომა აგვიგზავნეს, მერე Facebook-ში აზრის გამოთქმა აგვიგზავნეს, მერე მეწარმე სუბიექტებს სამუშაო ადგილზე აზრის გამოთქმა აგვიგზავნეს. აი ესე ნაბიჯ, ყველგან ერთი და იგივე ტაქტიკა აქვს ამ ხელისუფლებას. ცდილობს ისარგებლობს საზოგადოების შემგუებლობით, აი ესე პატარ-პატარა გადადგმული ნაბიჯების მიმართ და ვინც ამ ყველაფერს უყურებთ ფართო ჭრილში და ხვდებით რა დიდი ნაბიჯებით მივექანებით სინამდვილეში უსყულისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ნაბიჯი შეიძლება მცირედ გვეჩვენებოდეს, ყველა ხვდებით რა მართლა უკვე რა კატასტროფაში ცხოვრობთ და რომ ამასთან ბოლო არ აქვს. ეს გაუარესდება და გაუარესდება მანამ სანამ ეს რეჟიმი ამ ქვეყანაში იარსებობს. მადლობა ირაკლის.